ვენდობით თუ არა პოლიციას? არა. რატომ? გადავხედოთ ახლა დღევანდელ მდგომარეობას სამხელო გაზრდილი კრიმინალი, უბრალოდ მეშინი აღამე მარტო სიარულის, მეშინი აღამე კარის ღია დატოვების და ასე შემდეგ. თქვენ ეზით თუ ხდება ფიზიკური სიტყვის შეუწყოს მიყენება, ან ჩადება ნარკოტიკის იარაღის? კი. გამძაფრებულად. იმაზე უარესად ვიდრე იყო აქამდე. კი. ხშირად ხდება ასეთი რამე, რომ პოლიციელები თავს არეკავებენ, როგორც ეკუთვნით, ისე არ იქცევიან. ბევრი უდანაშაულოდ არის დაკავებული თუ ხდება თქვენი აზრით ჩადებები ნარკოტიკის ან იარაღის? კი, ხდება. რა თქმა უნდა, ვენდობით. ვის აშენებულია ეს პოლიცია? დაიწყო მერაბიშვილმა და იმან დააკომპლექტა, იმან ააშენა, იმან გარდაქმნა. მე აგზელებენ ესენი. პოლიცია ასე რომ ვთქვათ, ეხლა პოლიტიკა და იმაში კი არ ვერავით, ძველ დროს უფრო ენდობოდა ხალხი ვიდრე ახლა სიმართლეს რო შევხედოთ რა. ჩადებები ან რაღაც ფიზიკური შეურაცხყოფები თუ ხდება პოლიციის მხრიდან? ჩემი აზრით კი ხდება, ამიტომ რაღაცეები გამიგია. მე მგონი უნდა ვენდო. მეცად ალბათ ხებით, თუ გვიცავს ალბათ პოლიცია. სხვა არავინ. ნაწილობრივ, ესე იგი, ყველა მუშაკი ნამდვილად პოლიციელი არ არის. არის ღირსეულები და არიან, რომელიც ნამდვილად გაწმენდა უნდა. თქვენი აზრით ხდება თუ არა სიტყვაზე ჩადებები ნარკოტიკის იარაღის? წამს რო იქნება კი. მე ვენდობით. წამს და ჯერა მათი. არავის ვენდოი. ვენდობი და ეგ რა ვენდობი ეგ? ზე მილიციას ვენდობი რატო? ეხლანდელ პოლიციას მე მაგალითად ნაწილობრივ ნარკოტიკების გინდა ჩადება იყოს და გინდა ბევრი ახალგაზრდა არის და არის ამაზე კიდეც პროტესტი საზოგადოებაში და მე მგონი ეს უნდა იყოს გათვალისწინებული სახელმწიფოს მხრიდანაც. ვისაც ვიცნობ, იმათ ვენდობი და ვისაც არ ვიცნობ, ნამდვილად არ ვენდობი. პოლიციას კი არა, საერთოდ არავის არ ვენდობ. რატომ? იმიტომ რომ არასწორად ხდება ყველაფერი. ყველა სფეროშია ცუდი და კარგი და თუ სადმე ერთი არსებობს ის რომ არაკეთილ სინდისიერია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვებს არ უნდა ვენდოთ. ნამდვილად ვენდობ. კრიმინალი ძალიან მაღალ დონეზეა. მიშოზოს მართლა ეშინოდათ, შემიძლია კიდევ თქვა. მეც მეშინოდა რომ ზემოთ სიტყვა ვიღაცას არ მოთქვა, ძალიან კარგი იყო. ეხლა აღარ? არა, კაცოც მე ხოცა მეზოლი წერს და სახოცა და სულ ერთმანეთს ლანძღავს და იმაშავით. როგორ ვენდობით ეს? ვენდობით. ვისაც როგორი უფროსი ყავს, ისე მუშაობს. თუ უფროსი კარგია, პოლიციელის კარგად მუშაობს. თუ უფროსი არ კარგია, პოლიციელიც არ მუშაობს. მართალია გადაცდობები აქვთ, მაგრამ მაინც ვენდობი. სამართლიანები არიან, როგორ ფიქრობთ? ხანდახან არა. რა ვიცი, დაფიქრება უნდა. ალბათ, რატომაც არ უნდა ვენდობოდები თუ. ვენდობი ალბათ. თუ პოლიციას არ ვენდე, ვის ვენდე? არ დამჭირვებია, მაგრამ მგონია რომ უნდა ვენდო. მე მაგათ ვენდობი, არავის არ ვენდობი. რატომ? იმიტომ ინა ესამდა. არა ესამდა. კი, როგორ არ ვენდობით. მაქვს საერთოდ პოლიციის იმედი. პოლიცია ხალხის დამცველი უნდა იყოს ყოველთვის. და უნდა საიმედო იყოს. დღეს ფაჯერები ღია მაქვს, ახლა ნამდვილად გეუბნებით გულახდილად. ფაჯერები ღია მაქვს და იმედინო.